უყურებთ ჩემ vlogs. დღეს მივდივართ პარიზში. ესე იგი ლუკის ისა ეს ჩანთა, ეს კურტკა, შიგნით კურტკა, კიდე ესა. შარვალი და ჩექმები. ესე ბომჟები ვით გამოვუყურებით, იმიტომ რომ ეს მოსასმელები 2 კილოა და ისე ფან ფაქტი, ესე ჩემი პირველი ფრენა. ამიტომაც ხომ აი, просто არჯერა ეხა, იმიტომ რომ ჩემი პირველი ფრენა არის და Paris-ში, ანუ აეროპორტში ვარ. იმედია მოგეწონებათ ეს vlog-ი. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გეხვეწებით და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ და მოდით დავიწყოთ. მე ფანჯარასთან ვარ. და ესეთი Paris-ში არის და ის მეორე არ ვიცი რა არის. პლედი ალბათ და გავხსენიერებ. პლეფონი სანარი ბარბარე იმის გარშე ბენიერებ. და ხევარზე უწერია აფენა. უკაცრავად ეს რა არის? ამდენად განვითარდით? სულ სასხამენ. დაგვირიგეს უფასო საჭმელი, რაც სოქში ვიყავ, იმიტომ რომ უფასოდ როგორ არიგებენ სენდვიჩი. ძეხვი და ვეგეტარიანული იყო და ეს 2 პეჩენია და ეხლა დავაგემოვნებთ. პირველი ეს სამშია დილიდან არაფერი მიჭამია. 5-ზე გავიღვიძე და ნორმალურად არც მეძინა. 2 საათი მეძინა მარტოს. Просто ძეხვი და პური. აი ჯერა. ძალიან ძეხვია. მოკლედ მოგწეს პორტოხლისპანი, ყავა, პეჩენია და ამას შევჭამ და დავაგემოვნებ უფრო სხვა რაღაცებს. ეხლა გავშინჯავ პორტოხლისპანს. ჩაოლები პორტოხლისპანი. ყველაზე მეტად მაინტერესებს ახლა პეჩენიები. ძალიან გემრიელია. დაგვშედის საგემოვნებელი მარტო ყავა. მე უფრო მიყვარს არწიანი ყავა ან ჩაოლებრივი ყავა და ეს არის იმენა ძალიან ძლიერი ყავა რა. მე შავი ყავა. 3 საათი 4 საათი და ვეცდება ვერიგე 3 საათი ჩავა და გიპლებით როცა მოვედით ხახო, საშინლად გამოვუყურები კი, მაგრამ მოკლედ არის ესეთი რაღაცა, სანუ ეს მიყავს აეროპორტიდან იქამდე რა. მოკლედ ხო. და აი მივდივართ აბაგულები. წავედით. ვიცი რა ვარცხნელი ვარ, ძალიან ცუდა გამოვუყურებ. ეხლა გაჩვენებთ რუმ ტურს ჩვენ ჰოტელში, ესე იგი აქ გვაქვს კარი, რომელიც იხსნება აი ესეთი ბარათით. აგერ შემოვდივართ, გვაქვს სარგე, ესეთი. აქეთ გვაქვს ესეთი პატარა მაგი და ფანარი, ისე ეს დაგვხსნა საჩუქარი Happy Halloween და შიგნით იყო კამფეტები, რომელიც 2 წამში შევჭამეთ. აგერ ჩასაკიდი ასეთი რაღაცები, ტუალეტი ძალიან კაი ხახო უყურეთ პროსტა. აი ესეთი. ყველაფერი მოყვება. ასეთი დიდი საწოლი და ის გვაქვს გადასხედი საით გვაქვს აი ხედი გვაქვს ასეთი და აქ არის დასაჯდომი ადგილი და რომ დახურო შეგიძლია დაჯდა და იყო რომ ფანჯარაში უნდა დავტესტო როგორი რბილია საწოლი ეხლა უნდა დავტესტო ძალიან სულ ვიყოდი მაგრამ კაი საწოლი და გავემზადოთ და არ ვიცი რა უნდა ვქნას. უკვე მე უნდა მოვიდო, მაგრამ უნდა გავიმზადო და ცოტა მოვიდით კომპლექსში. მოკლედ ხახნო, ეხლა გავდივართ ცენტრში. მე მოვიწესრიგებ თავს, ანუ მაკიაჟს ავუშენო რაღაცა, ესეთი მუქი მაქვს. ზემოდან ჩავიცმევ კიდე ჩემს შემოსაცმელს და ჩემ ფერად შარფს. ფანჯარაში პროსტა გავიხედე 1-10 წუთი და ანუ ამეტირა, იმიტომ რომ ისეთი ბედნიერები დადიოდნენ, ისე საყვარლად, ყველა ლამაზი ბავშვები ფრანგულად რომ ლაპარაკობდნენ, ამეტირა ხალხო, იმიტომ რომ ეგეთი არ მინახია არსად. არც მარჯანიშვილზე, ანუ დაჟე ცენტრშიც არ მინახია, ანუ საქართველოში არსად.
მაგარი შეგრძნება, აი ესე რომ შეგილია, რომ ანუ ფანიდან გადაიხადო და ადამიანები ლაპარაკობენ, იცინიან, აი თავის იმას განმოგცემენ რა. მოგეთ შევიდით მაღაზიაში პირველად ვიყიდეთ რაღაცა ჩვენ დიდან იმას ხარ რაღაცა ეფენი მაღაზია იყო ნუ კაფეებთან შედარებით და 3 ევრო ყო და 2 სენდვიჩია მივდივართ სან ორსეის მიღებთ ჯაკეტელი იყო შეიძლება ეფელის კოშკამდე ავისერნო და მოკლედ პირველი დღე просто все ინოდით და აი ასე დავსვით ჩვენი რამე ხალხო გამარჯობა ეხა მოვედით 4-ზე დილით გასულები ფეხი წავედით და მოვედით ეიფელის კოშკიდან ჩვენი სასტუმროდან 4-ზე გასულები დავბრუნდით 10-ის ნახევარს ნუ ეხა იქ ადგილებზე გავჩერდით რაც დავნახეთ და რაღაცები ფეხით ისე ვიჩები და აი ეს პური აი ამ ხელაპური და ზეხვი სალიანი გამოგვივიდა ერთად 3 ევრო და რაღაცა და კიდევ ვიყიდეთ პატარა სუვენირჩიკების მაგვარი ესეთი ჭიქები 2 ცალი აი ესეთი ლამაზი ქუჩა გვაქვს აი ის არის და აი წინ რაღაცა კაცი აუ ხალხო უკვე ჩავწექით მე და დედა ხანდახან როცა პარიზი მომენატრება აი ეს წევ ფარდას ვიყურები გარეთ ანათებს ეს ხახო მოკლედ მაკიაჟი ყველაფერი დამეძინა აი საუკეთესო ძილი იყო ყველაფერი იცით რა კაია ბალიშიც გადასაფრებ ვაფშე ყველაფერი და ეხლა ფარდები გავწია და წამოწოს პარიზს რო ყველა თან ეს წევა და გაიფაჟერში პარიზია რაღაცა ეხლა უნდა ავდგეთ გავამზადოთ ახლა არის 7 9:30-ზე უკვე უნდა დავყვეთ ტურს დილით ვისაუზმებთ და ვნახოთ რაც გვეჭმევენ აქ ხალხო მოკლედ დავჩეთ ადგილი ფანჯარასთან ეხლა უნდა ვჭამოთ გაჩვენებთ რევი ავიღეთ ძალიან ბევრი რაღაცა იყო შვინის ფაფაიგენი შეგვიძლია ავიღოთ მითხელ შოკოლად დავსხი ეს შედის თუ რამე შეგვიძლია საუზმერო შედიოდეს ეგრე ავიღე კრუასანი მგონი ჩვეულებრივი კრუასანი შოკოლადად არ ვიცი ესეთი პური სოსისი და ძეხვები ავიღე პანკეიკები და შოკოლადი მოვასხი და აი ესეთი რაღაცა ასეთი და მაიღო ესე იგი ყავა ძიანი წვენი ესა კრუასანი ეს არ ვიცი რა არის პრეზიდენტის უყურეთ რა პატარა კარაქია ხალხო ეს არ ვიცი რა არის სოსისი ესეთი კიტრი და რაღაცები და ეს ყოფილა აქაური მაწვანე და უნდა გავსინჯოთ მე როგორც მთავარი მაწვნის მოყვარული ნანთან გემრელა არ მაწვანია საერთოდ ევროპაში არ მომწონს რა როგორი მაწვნებიც არის და გამიგორდა რომ მომწონო ეს ცხელი შოკოლადი მეგონებოდა იქნებოდა წყლული რადგან აპარატით კეთდებოდა და თან მალე გაკეთდა ყოდა გავლია და კეფტებით სისაუში 6 ვარი როღირს პატარა ესეთი ჭიქა 6 ვარი როღირს აი იგივეა აი 2 წამში გააკეთა აპარატმა თვითონ სამწუხაროდ სელფი პატარა წამოღე მაგრამ ეხა გავედით რეიტუზე შეყედა დედას უნოდა და რა რეიტუზები ვაიმე აი ეს ეცი ორსულის ვაიმე ამათ მარიციან რომ ორსული ხარ ოი სურპრიზი და ჩემ მოკლედ ხო აი ორსულის ესეთი შავი კალგოტკები და მე კიდე აქვე არის ჩვენ ძალიან პოპულარული რაღაცა ისა აფთიაქი რომელიც ისეთია და ეხლა გაჩვენეთ რა ვიყიდეთ ესე იგი ვიყიდეთ ესეთი ნუქსის ისინი საჩუქრად კიდევ ესეთი 2 ცალი ასევე საჩუქრად ხელის კრემი და ტუჩის რაღაცა ვიყიდეთ საპონი ეს ჩვენთვის 3 ევრო ღირდა თუ რაღაცა ესეთი ტონალური ღირდა 17 ევრო და ჩემთვის ვიყიდე ესეთი 3 ევრო ღირდა თუ არა 4 ევრო ღირდა ესეთი ხელის კრემი ვარდის სუნით და ეხლა გავხსნი რა
კაი სუნი და სუნე. ეხლა ნახევარსაათში მოგეკითხავს უკვე ტურის ავტობუსი. ქალაქის ტურით მივიდეთ მოკლედ სადღაც. ვაიმე რა კაი სუნია. საყვარელი ისა მაქვს და მომწონს. ხო მე სეფორაში მინდა შესვლა, არ მგონია რამე ვიყიდო, იმიტომ რომ სეფორაში ძალიან ძვირი იქნება ყველაფერი, მაგრამ მაინც შესვლა. ეხლა უნდა გავამზადოთ სასწრაფოდ. იმიტომ რომ მე მოვად ეხლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან და ლამაზ მოლში, ანუ რომ იცოდეთ, სულ უიტონები და რაღაცა, აი შანელი, ახლა აი ბალენსიაგა, აი ბორა, არ ვიცი ხედავთ თუ არა, ხან ფენდი და იგენია. და ახლა ვიყავთ ასულები, ეიფელთან გადავიღეთ ვიდეოები და It is late at night and someone across the way is playing La Vie en Rose. It is the French. ეხლა მივდივართ Starbucks-ის მუზეუმში, ხო? Sephora. შევიდეთ. ხალხო მოკლედ Sephora-ში, ეხლა გაჩვენებთ ჩემი მამას, დედამ უყიდო ესეთი დუხი 88 евро, ეხლა გავართ რიგში და მე ვიყიდე Ren Beauty-ის Ariana Grande არეკლამებს. აი ესეთი ბლესკი, რომელიც ხედა 23 евро. მაგრამ ძალიან ლამაზად ჭველებს მე წავისვამ რომ ვიყიდი და განახებთან ბოლო იყო დარჩენილი და ძალიან გამიხარდა. მე ვფიქრობდი მისტს და ამის შორის, მაგრამ მაინც მეთქი ბლესკი იყოს. აი თქვენ არ იცით ვერნიერი ვარ, აი ამით დავდივარ. ცოტა გოგდება რა. მოკლედ ეხლა ამ Starbucks-ში ძალიან ლამაზი და ფეშენოა, შევუკეთებ ლატე და ცოტა ის მოგვივიდა შეჯდომა აუცილებლად უნდა გვეთქვა რომ მოგვეცა ესეთი ჭიქები და დაიწერეთ ჩვენი სახელები მაგას პლუს და კიდე მოკლედ ლამაზი იქნებოდა რა ვიდრე ეს არა გული გამიკეთეს მადლობა შაქარი არ არის პოსტა გონი უნდა გვეთქვა მაგრამ დასმოტებელი შაქარი არ დევს რომ დავამატო ამიტომ სვამდასე Where's it? Odnav წინ? არა, იქით. ხო, მოიცა? ოდნავ შენსკენ? всё, არა, მოიცა? აი, კაიო. გადავიდეთ. მოდი. 1 2 იმას უყურე პირამიდას. 1 2 3 1 2 3 პირამიდას უყურე. No thanks. 1 2 3 ახლა ვართ ლუვრთან სამწუხაროდ შიგნით ვერ შევალთ but კარიდან გადავიღებთ უკვე ფოტოები და ვიდეოები მართლა რომ გითხრა ძალიან ლამაზ ბიჭები საფრანგეთში მე ყოველნა ბიჭზე ამათ თან ახლა სხვანაირი სილამაზე ითვლება და ანუ ყოველ მეორეს კი არა თითქმის ყველას უკეთია შარფი და ჩემთვის ძალიან გასაკვირია იმიტომ საქართველოში ან თბილისში თითქმის არავის არ უკეთია შარფი ბიჭებს ხო ვაფშე არა და გოგოებს ზოგს უკეთია ხოლმე არა ეგრე და კიდე ამ კაცმა შევწამა ერთი სამჯერ მოვიდა თუ მილიონჯერ ვიყიდე 10 ევროდ ესეთი მაიკა 15 ღირდა სხვაგან და ესეთი ვიყიდე იმენდა კაი ზომის იქნება ძალიან ლამაზ ხალხი დადის ახლა იქ ბაღში ვიყავით გადასულებ პარკში ახლოს ტიუერების ბაღში და
ხო, აგერ დიდრული ჰოტელი, რაშიც ვერასდროს მე ვერ მოვხვდი. ხვალ მივდივარ დისნეილენდში. არა, აქეთ სხვა ნახატია. აქეთ მწვანეებია. Hello, Georgia. Გამარჯობა. ნახოთ. როგორი მეტროებია აქ. კი ვერც ბილეთს ვერ ვიყიდით, ვერ შევალთ, მაგრამ просто ნახო გვინდა. ჩაოლებული მოწესრიგებული მეტრო. აგერ გაატარება და სწახვა მეტროც. დანარჩენზე ვერ. ეხლა მივიდივართ გემზე. უნდა ვნახოთ გემი და უკვე პარიზის ქუჩები და ასე შემდეგ. ხო, აი, აქ ვარ შეჯერებით. არ დავძრილოთ, მაგრამ ეხლა ჩავდექით რა, მოკლედ. ეიფელის კოშკს ვხედავთ და ძალიან ლამაზია. ცოტა დაგვაღამდა. ჩვენ გვინდოდა რომ დილით წავსულიყავით და მე რომ წამოვიდოდით უკვე ცოტა ჩაღამდებოდა, მაგრამ მივიდივართ ღამე, მაგრამ არ ვთქვი. თავი ეიფელი ანათებდეს. დავიბანე. ლეკრი კომიტეტით საფრანგეთში ბანაობა. ეხლა უნდა მომეზადო უკვე ზილისთვის და ფიქრობ რომ მე გავიშვა, იმიტომ ვერ დაველოდები ამის ბუნებრივად გაშრობას და აი რა გვაქვს ფენი და მინდა რომ გავიშრო, მაგრამ არ ვიცი просто როგორ უნდა გავიშრო და ცუდად რომ გამიშრეს და დისნეილენდში ვერ თვით წავიდე გავაფრენ. მაგრამ თამონტოს ჩემი თავი სველთმით შევეცადე უფრო მეტი გადავიღო. მithumetes დისნეილენდში ჩემი ეზრით ყოველდღიურს გადავიღებ უკვე და ხო, ეხლა გავუშვებთ მეებს. ისე ვაყურეთ აქ როგორი კარებია. ეს გამოსაწვევი ესეთი. ой, დედამ უკვე დაიძინა. მოდით გავწყვეტ და გავიშვათ ეხლა თამა. დავიძინოთ და თქვენ კიდე გადადით უკვე შემდეგ დღეში, სადაც უკვე წვალთ დისნეილენდში. ხო, გავიღვიძეთ. ეხლა არის 9:30 ხდება, მოწესრიგეთ ყველაფერი, ეხლა უნდა ჩავიდეთ. 10 წუთში უკვე 9:30-ია და ეხლა უნდა ჩავიდეთ საუზმეზე. და რა თქმა უნდა, თქვენც მომყვებით ჩემთან ერთად. ეხლა მოკლედ გამოვედით მაღაზიაში და ეხლა უნდა იმას ვქნათ. რა უნდა ვქნათ? მაღაზიაში გამოვედით, საჭმელი უნდა ვიყიდოთ. იმის რომ მე წავედით დისნეილენდში, თერთმეტ მოგვაკითხავს ავტობუსი, სადაც 9 საათი 20 წუთი გვაქვს და ხო. ესე ჩვენ ქუჩა მოდით. აგერ გაიარა საკომ. როდესაც მე გავხდები ძალიან პოპულარული, მე იტყვიან. ძალიან ესთეტიკურად გავცხოვრობთ აი და
ხალხო, მოვედით უკვე დისნეილენდში, აქ უკვე ნაძვის ხე დგას და აი ახლა არის 4 ნოემბერი, ჯერ ხო რა დროსია, მაგრამ უკვე დგას და ეს შემოღობილია მგონი მაგიტომაც. ანუ შეხედეთ. სამაგარი არ ვიცი. ხალხო, ეხლა ვდგავართ პიტერ პენის რიგში. 20 წუთი უწერია, აი ამდენი ხალხია. ხალხო, 1-2 წუთი ვდგავართ, მაგრამ ეხლა დისნეილენდისგან of course მოველოდებოდით, მაგრამ იმ რაღაცას შევედით და ეხლა კიდე 3 წელი უნდა ვიდეთ. It's so pretty. ესენიც ესეა რა მაგარია იყო ძალიან კაი იყო ძალიან რომ ეწონა არ ვიცი ხალხო შემდეგი ჩვენი ატრაქციონი ეს არის პირატები მგონი და არ შემოდის არ ვიცი აქ უფრო არ არის რიგი ეტყობა ის მაინც ბევრი პატარები დგან თუ აქ უფრო დიდები არიან ამიტომ ხა და აქ მაგ ფან ფაქტი რომ ერთი ნამდვილი თავის ჩონჩხი არის გამოყენებული ამ ატრაქციონზე და ძალიან ხარია ხალხო ესეთია მორთული ლამაზი ხალხო ყველაფრისგან არის თემატური მუსიკა ჩართული და თემატურად აცვიათ ახლა აქ მეკობრეებს ეთქვა სამწიფო გადავიღე ანუ კონსულტანტებს რა აი იგი ვერაფერს ვერ ხედავ თვითონ მეც ვერ ხედავ Agletva. Ai ar speciala. Marco var, vedo che mi hanno già in profila, la maizina, gaizina kheba. Da kho. Adzam. Alshi vart martal alshi vart. Imartal alshi vart. Უკვე ყველაფერზე ვფიქრობ ნამდვილია თუ არა. ყველაზე მეტად მეშინია ტელეფონი არ გამივარდეს. სადმე ან მიკროფონი არ ჩამივარდეს. აი მაგის მეშინია ყველაზე მეტად. დანარჩენი ყველაფერი იცეა. ვიცი არ დამევარდება, მაგრამ მაინც მეშინია და ორი ხელით ვიჭირავთ. მეშინია. ცოტა იყოს და უთხეში რატო ჩეკი? ამე რომ გამოიწიო, ცოტა მივიწიო. სადავდივარ, ხალხო მაკლავდივარ. ვაი ხალხო გასაშველი ხვები ისმის ვაიმე აი რაღაცა ხდება ჩაულებრად მივცვალ თამი არ გამოვიხდეს ეგ მეშინია თან ჩავიცვალ და შეიძლება ტელეფონი გადავარქვა ანუ ესოლო ოდე ჯერ ისეთი არაფერი ხდება უი მეკობრე გამარჯობა როგორ გიკითხოთ ვაიმე ეს ორი ვაი და დამეცემა ეხა თავზე აკლედ ასეთი ვიღაცები ვაიმე სიგნალში ვარ მე ჩამოვედი საიდან კინო რომ ჩავიცი აჰა ვაიმე ბომბები ესეთი რაღაცები ხდება
ხელები მიკანკალეს, არ ვიცი კამერა როგორაა, მაგრამ ხელები მიკანკალეს. ძალიან რეალურებს გონენ. ხელები კამერა კანკალეს. Atras merchin. Mishini apeni. Come on! Step forward! Ay mi realurები არიან. არ ვიცი რას ვიღებ. ვაი მე სიმალება უყურეთ თავი ამოწია წელან. თავი ამოწია. აი ხელები ცოტა დამიმშვიდა, ბრძოლობენ. ძალიან რეალურები არიან ხალხო. მიშინია. მით უმეტეს FNAF-ის ისტორიას თუ გავიხსენებთ. ჯერ ძალიან მშვიდად და კარგად მივდივართ იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი იწვის. ვაი. ისე 10 წუთიანიაო ესო და ტელეფონს ჩავდებ, მგონი სწრაფად უნდა წავიდეთ. ხალხო ასეთ რაღაცას შემოვედით. ვაიმე, ეკაკუხილი. აი ესეთი რაღაცა. მოვედით, ურა დამთავრდა. მოვედით. აი ძალიან საშიში არის. სად ავდივართ ხალხო, მაგლა ავდივართ. ვაი. არა იყო, მაგრამ არ ჩანს. აი. სუდამდე შევედით მაღაზიებში. უნდა დავაცვალოთ. რები იყიდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირია ხალხო. მართალი რომ გითხრათ, ნუ მაგას ვცდილობდი. სიყვარული რამდენი ღირს 30 евро ხალხო. მაზე საყვარელი ბრელოკი არ მინახავს, ერთი სხვა იღებს, მე ვარ სხვა და აგე გული ერთდება, როცა ერთად ხართ შეერთებთ, როცა არ ხართ. არა. ყველა ესენი ვინ შეგიძლია გვერდით დაისვა, ღირს მოკლედ 22 евро. შეგიძლია სტიჩი დაისვა, ესეთი სტიჩი, ესეთი სტიჩი, თახვები. მოკლედ. აქეთ არის ესეთი საყვარელი ისინი. აი ას მინდოდა ბავშვობაში ეს სათამაშო ძალიან. ხალხო გვეგონა რომ სამდე პარადია, მაგრამ თურმე არა. 6 ნახევარზე ყოფილა პარადი. აქ წესს უნდა გამოვიდნენ, მაგრამ ჩვენ დაველოდებით იმასთან სასახლესთან. ეხლა ატრაქციონებზე დავჯერებით 6 ნახევარამდე ბევრი დროა და სადღაც 5-ისკენ უკვე დავდგებით, რომ კაი ადგილი დავიკავოთ და კაი კადრები გადავიღოთ. ეხლა წავალთ ჭიქებზე და მე თუ მოვასწრებთ ანალადინზე, რატატუიზე კიდე არსებობს. კიდე ის ამერიკულებზე ინდიანა ჯონსზე ანის ბიგ როკ რო არის, აი ბიგ როკზე მინდა დაწვდომა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემხვდა და კიდე მინდა გარკვევა ის სტუდიოში არის ნამდვილად ეს რაღაცა Hollywood Tower, იმიტომ რომ მაგაზე ძალიან მინდა დაჯდომა და იმედი სტუდიაში არ არის და Disneyland-ში უყურე რანაირი ის აქ. ნახე, ой, უზელობა ხო თითის კაშხი. აი ასეთ ლამაზ საყვარელ ვარდისფერ იმაში ვარ და პროსტა ცოტა გავგიჟდი ფასებისგან, მაგრამ ამასაც ვეღურებოდი, ამიტომაც ხავ. აი ეს ვერ გავიგე რა არის. და მოდ წავიდეთ ვნახოთ. მგონი მან პარკი არის დე. ბრალოდ. ხო, რავი. რა უნდა იყოს აბა. რა გამოვარ ეგრევე გადამიღა, არ ვიცი საიდან უნდა გამოვიდე. ის რიგში ხარ? და საჭინელები. თან მიკანკანებს ხედა? ხედა მარტოებს და? კი, არა, ხედავ. ჯერ თავიდან რომ დავეშვით, ესე ვიყავ, ფეხები გავშალვა, ნაკალებად მეგდო და თვალები დავხუჭე, მე მეთქი გააღილები, აი ესე ვერაფერი ვერ ნახე და მგონი ის გამოვტოვე, მაღლა რო ავედი, იმიტომ რომ შაშიმში თვალები დავხუჭე, ესე ვიყავ.
ხალხმა მოკლედ ვიჯექიმ რაღაცაზე. ეხა მივდივართ კიდევ ერთი ამერიკული მთების. მივდივართ ეხა იმაზე ძალიან პოპულარული რო არის. აი უკანდის ელედი. ისე ვერ ფოტოებს არ ვიღებთ აქ, არ ვიცი რატო. და ძალიან ესთეტიკური ადგილია. აქ დავინახავ მაინც ხახო იქ იყო სიბენელე ვარცხე და შემდეგი რა მიდის და მარტო გძნობ, მაგრამ ერთი პლუსი რაც აქვს ჩვენგან განსხვავებით ნორმალური დასაჭერია და ძალიან არ მეშინოდა. იმიტომ რომ ხა იქ რო გადმოვტრიალდი იქა თბილისში თაწმინდაზე იმენა ამ სკამზე მივეხუტე და ეს იმენა ძალიან გიჭერს. აი ესე აი იმენა გედება რა. ამაზე ვჯდები. ხალხო მოკლედ ვაიმე ეს როგორ გამეთხაფნა. ეხა ვიჯექი ბიგ რაღაცაზე ძალიან პოპულარული რა ვაფშე არ ღირდა მაგათ 55 წუთი ძალიან ტყუილად ვიჯექი ვაფშე საში არ იყო ვაფშე დებილობა იყო მაგარი არ ვიცი ამდენი ხალხი რატო არის და ასეთი პოპულარული. ეხა ნახევარსაათში დაიწყება პარადი აგერ დგავართ უკვე ძალიან კარგად გივარს ეს ფოში მიყურებს ესე ხა და მოკლედ ხო ასე ვზივარ ეხა დედას ველოდები დედა პოულობს რამე ადგილს რომ დატენოს და ჩემი აზრით იმ როლ კოსტერზე ჩაულებრო ჩემეო ტელეფონის წაღება ჩუმა დამოღება იმიტომ ანუ ვაფშე ისეთი იყო მართლა მე ტელეფონს დავიჭერდი ანუ ხო ხვდებით შიშა რა ადამიანი ტელეფონს დაიჭერდა ეხა რატო ტუიზე მინდა ძალიან კიდე მინდა მოვიძიო ის სტუდიაშია თუ არა თუ სტუდიაში ძალიან მეწყინება ეს ფოში კიდე მომიყურებს გამარჯობა თქვენ ნელა შეიძლება არ ვიცი თუ არ შეიძლება სმაილი კი დავფარო სახეს აქ მივხვდი რომ ჩემი ბავშვობის ოცნებას ვისრულებდი და ამას არა 15 წლის ბაბი უყურებდა არამედ 4 წლის ბარბარე რომელსაც ძალიან უყვარს მზეთ ვნახავი ხო როცა ჩემი საყვარელი ბავშვობის პერსონაჟები დავინახე აქ რაღაცამ ჩემში გაიღვიძა და ტელიც დავიწყე ის მე ტელეფონი დამიშა და დანარჩენი რაც ცისნელენჩი გადავიღეთ ძალიან არეულად გადაღებულია. სიღინენ და 15. მარა ძალიან ზღურელია. ეხლა სად მივდივართ? ალბათ რატო ტუიზე არ ამეგეთ. წავედით.
ხალხო ჩემი ტელეფონი პარადის დროს გაითიშა, ეხლა ტელეფონი თუ არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ აი ამ მაღაზიაში ვარ შემოსული, ვათვალიერებთ ეხლა ყველაფერს და ხო, მოკლედ ასე და ესენი მოძრაობენ. ხავართ მაღლა მოსულები, ნუ მზინამზე თუ ახავი ჩემი ბავშვობიდან საყვარელი მულტფილმია და ამიტირა რომ დავინახე, აი ეს ვიყიდე 15 ევროდ დამბო და აი ესეთ ლამაზ ხედზე ვართ მთელი ის ჩანს, ახლა დედეს ტელეფონზე არც ის ლამაზად ჩანს, ჩემი ვაფშე გაითიშა და არსად არ არის დამტენები, ეგეც ვერ გავუგე მუღამი რატო არის ჩაკეტილი, მაგრამ დედეს ტელეფონი დავტოვეთ, რაღაცა ნაძვის ხეს შესაერთებელთან არ იყო და მოკლედ ახლა მივდივარ პრინცესას უნდა შევხვდეთ თუ იქნება. დაველოდოთ რიგში, მოკლედ წავედით. ასე ჩაგერთვებით ხოლმე და არ ჩემ ტელეფონით როდესაც დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან გათიშულია, პაუერბანკი დაგვიჯდა და ძალიან ნერვები მეშლება მაგის გამო, მაგრამ ტყუები მაინც ამ ღამეთი და ვერავინ მიფუჭებს ხასიათს. და აგერ არის ის პოპულარული ხანჯალი, რომელსაც ვერავინ წევს. დამბო დავჭი ნავებზე, სამწუხარო პრინცესები დახურულიაო. ეხლა ვზივარ ნავზე, აი ამასთან და ძალიან მეშლება ნერვები რომ ტელეფონი დამიჯდა, მაგრამ რა ვქნა და იმაზეც მეშლება პრინცესები რომ დახურული იყო მაინც და მაინც დღეს. ამაზე მაქვს მოსმენილი რომ ჰიპნოზის ისა აქო ძალაო ამ სიმღერასო და მოდი აბა შევამოწოთ რამდენად დამაჰიპნოზებს თოჯინე მოციყავე თოჯინები. ამას ყველგან დავატარებ ამ მიენიდან ხო? რას ველოდებით? ეგ არის ფერვერკს, ეგ არის ხო, ეგ არის 4 საათში. ეგა წავედით ატრაქციონებზე და ამოსთან ერთად. ვინ? ჩაგვეძინა აქ სასახლეზე ტელეფონებს ტენიდი და თან არ ვიცოდით გადაუწევა ჩვენ გოგონა 11-ზე, რადგან ზაფხულს 11-ზეა და თურმე 9-ზე დაუწყათ, აი ესეთი ლამაზი შუქებია კიდე. და ხო მოკლედ რა. ეხლა მივდივართ უკვე სახლში. ვიჯექი იმაზე კიდევ ერთხელ და დადაჩენ მგონი დედამაც გადაიღო და რავი, ცოტა კი მეწინა რომ დავაგვიანთ, მაგრამ არა უშოს თავარი ფეირვერკები გადავიღე. ეხლა ბრუნდებით სახლში, დაღლილები და ხვალ მონმარტი. ურაუ. და ზეგ სად მივდივართ? Disneyland. Bye. ძალიან კაი იყო, ზღაპრული დღე იყო. ამ როლზე რომ ამიტირავ
ვაფშე არ ველოდებოდი, ანუ თქვებს არამეტი რა, რაც უფრო ეფექტური იყო და ავრორა მაინც ბავშვობის მულტფილმი რო აი ესე და ეს, მოკლედ ხო. ცოტა პარადის მერე უკვე აღარაფერი აღარ ვარგა და შეეცადეთ ხოლმე რომ პარადამდე ყველა ატრაქციონი და რაღაცები მოიარო და პარადის მერე შეგიძლიათ აქეთ რო არის როლერ კოსტერი, აი რაზეც თვალები ამიციმციმდა და აი ეგ ნაწილი და იქით ნაწილი ნახოთ რა, აი სადაც კიდევ ერთ როლერ კოსტერზე დავჯექი ამერიკულებზე და ამიტომაც ხო, თორე პარადის მერე აღარაფერი აღარ დაგეგმოთ, შეგიძლიათ დაისვენოთ იმ კაფეში, იქით რომელიც არის დიდი და ატრაქციონებზე იყოთ ახლა რა. და დანარჩენი ახლა უნდა გამოხვიდეთ. ბევრ სამწუხაროდ ვეღარ ვიღებდი თქვენთვის, რადგან ტელეფონი დამიჯდა და ასე შემდეგ და ხო სამწუხაროა ცოტა რომ ბევრი ხანი ვერ ვისიამოვნეთ ამ იმეებით, მაგრამ ხო რა მოკლედ. რაც იყო მთავარია ვაფშე არ გამოვტოვეთ. ეს საყვარელია. კაცი გაძაღარებს გალი გავზაღარ პარის აღარაგავს დაბო აღარაგავს შოქშია ხალხ და დავიღალე დაბოც დაიღალა თვალები ნარკომანის თვალები მოგებიცები მოგემოვნებთ აი ამ პეჩენიებს და მერე კიდე მისტერ ბისტის შოკოლადს Όλο το πετσουνιάρα. Οντάμπο. Esa καριτζούρα. Τάδε να κάω πετούτα უკομάρα. Festivals. Გავარეკავ მისტერ ბისტი. Πული არ გადამიხარეს. დამბო. გადეკ. ბიჭო. დებილი ხარ. დაიდე რა შესაძლოს. Წინჯავთ. მიტები შენი ვიდეოები მომწონს იმენა შეკავებით მომეწონება. ეს არის მწვანე ალპენგული, არაფერი არ გავხვალდება. არა გემრიელია. ერთ-ერთი თუ ორ-ერთი რაღაც მაგდა გვექნა. ამის კონკურენტი მისტერბის რო არ ევასება. აი იმენა ზუსტი შოკოლადის გემო აქვს. ძალიან გემრიელია ის შოკოლადი. ამასაც ეგეთი გემო აქვს. კაი ახლა დისნეილენდზე რაც ვთქვა. იგი მილიონი ვიდეო ქონდა ნანახი, მაგრამ მაინც შენ რომ მიხვალ უკვე სადახარ ვიღარ იგებ. მინდა გითხრათ რომ შეცვლელთან არის ფლაიერი. გეხვაწებით აიღეთ რომ გაიგოთ მაინც საჯადაბაში ხარ. ой, ნოემბერში 4-ში. უკვე 9-ზე არის ხოლმე. გუშინ წინ წამოვიყვანეო ტურის ისინიო და 10-ზე იყო და ეხლა 1 საათი გადაწეს, არ ვიცი, მოკლედ ხო? ეგენი უნდა შეამოწმოთ მაგამდე. მაგას ჯობე ყველაფერს რომ აპი გადმოიწეროთ თუ გადმოიწერთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა, აი ჩვეულებრივად დისნეილენდს, ამერიკულ დისნეილენდს ჩვეულებრივად გადმოიწერე. პარიზული დისნეილენდი გინდა ეს პოსტა ჩამიწერე, ნომერი ჩამიწერე, საიდან ახარო როდის დაიბადე, მეთქი აღარ მინდა. აი, რასაც გეტყვი მართლა, ჯობია ადრე მიხვიდეთ თუ ატრაქციონებზე გინდათ. და ესე დაალაგოთ დღე უყურეთ. აი ახლა მაპი იქნება აქ და აი ამ ადგილას უკვე რო შედიხართ, ხარ ნუ ფოტოებით და აქსესუარებით შეიძლება, მაგრამ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯეთ მაგეებში, იმიტომ რომ რიგებში მაინც დაგეხარჯებათ, რაც არ მომეწონა. ეს იყო აი ეს ატრაქციონი, აქ ვიჯექი და ვაფშე არ მომეწონა, ანუ არ გამაკვირვა რაღაცაერად, ვაფშე არ იყო საშიშის ნამიოკიც არ იყო. და 1 საათი ველოდე და ძალიან ტყუილად ველოდე, ჩემი აზრით ძალიან დიდი რიგი იყო, მართლა, ანუ 2 სართულიანი რიგი იყო. ის პერსონაჟები ვაფშე არ შეგხვდნენ, აი ვაფშე. ერთი სტიჩ შეგხვდა. ამ ხელა რიგი იყო სტიჩთან ჩასახუტებელი და მან თუ იდექი შეიკარგათ ახარ. თან ანუ პრინცესას არ იყო სტიჩი რა მინდა დისნეილენდში ვარ. აი კიდე ჩემ დეიდაშვილს თემუკას Star Wars-ი უყვარს და ეს უყიდეთ, ეს ანათებს ხალხო უყურათ. Star Wars-ი უყვარს. ზეც ვიჯექით პიტერ პენი მომეწონა, მეკობრები მომეწონა და Star Wars-ის ის როლერ კოსტერი, მოკლედ ამერიკული. ყველაზე მეტად ეგენი მომეწონა მე. მოკლედ ხო რა დახვავდის, ხვალდენ დღეში გადავიდეთ
აი ამის თავიდან. ახლა უკვე საჭმელად რო ვზივართ, არ მინდა ჩემი თავის გამოჩენა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გამოვიყურები, მაკიაჟი ძალიან უმნიშვნელოვანია. ესე იგი დღეს ავიღეთ ომლეტი, ვინც მომიტანენ მალე წვენი, ორივე მცხელი შოკოლადი, ჯერ მე არ ავიღე. ეს უნდა წამოვიღო, მანდარინი, ეს of course, მარწვანი და პური. ომლეტს მომიტანენ და ეს შოკოლადიანი ბურკი. მგონია შოკოლადი ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩამოხვიდე და ჩაი. რაღაცა მანდარინი. ეს რა არის? ეს რა არის? კრემპელი. კრემპელი. ომლეტი. ეს ნიდეს რა არის? ემას შოკოლადიანი ბულკი, პური, კიტრი, პომიდორი და ესენი. და აკეთა ბოჭკოს მოკლედ ხომ. ავედით ჭამი. მოკლედ ასე გამემზადე ფორმალურად. ძალიან უცნაურად გძნობ თავს და ჩემი აი ცოტა მატილდას გავარ დაუჭჭებული თვით. ძალიან უცნაურად გძნობ თავს, იმიტომ რომ ანუ ასე ცხოვრული არ ვიცმე. ანუ ძალიან მშვენია ხოლმე ესეთ რაღაცები ჩაცმო. ეხლა ვწევარ ტაქსში და მივდივართ მონმარტზე. Like this. დღეს მონმარტის მე კაფეში შევალთ და ვსუპრეთში. ხალიქი ველუქი ვიქნება, ოღონდ კაბათი ახლა ვარ ჯისით. და ვქოს ჩვენი დამბოთ სამოთ. ხა მოვედით მონმარტზე, ცოტა ფოტოებს გადავიღე და ახლა რუსებმა დაიწყეს ბესპლატნი შოკოლადო და ჩვენ შევიდეთ. ისეთი მაღაზია. დევს დევს. Und გავსინჯეთ შოკოლადი. ინგა ჰოთა დასინჯეთ. ნეტა ხა. აქედან რამდენი დაშორდა. ახლა ხან მოვიდნენ ფრანგი ბავშვები, ძალიან ლამაზები და მითხეს რა ლამაზი ხარო. ჯერ ფრანგულად, მერე ვუთხარი არ ლაპარაკობ მეთქი და მერე ინგლისურად და პირველ მითხეს ფრანგულად რა ლამაზი ხარო. მხატვრების ქუჩაზე ვარ და ყველა მხატვარი მაჩერდება, პროსტა არ ვიცი რატო ძალიან ისე ვარ რა. მაგრამ ხახო ძალიან ძვირი ღირს. თუ ხა ცოტა დაჯღანული გინდა, აი როგორცაც ძალიკო ხატავს 20 евро და აი ვკითხეთ აი ლამაზად ფერადინით. ვაიმე ხო რა. რაც ის ღირს. ვაიმე ეს რა ლამაზია, მაგრამ ძვირი ღირემა. არ ვიცი. ხო და 120 евро გითხეს ძალიან პროფესიონალური რაღაც ძვირი ღირება, ხო ვერ ხედავ რეებით ხატავს. შემოვიდით სტარბაქსში. აი ბაბი, სახელი ბაბნე დაწერეს. ეხლა ვსვამთ კაპუჩინოს უყვეთ და ამჯერად შაქარი ვიპოვეთ. ხატვები ისე მართლა გითხრათ ფასდება, მაგრამ მაინც გეჯვირება, მაგრამ ძალიანაც ნორმალური ფასია რაც გითხრა ეხლა 120 евро. იმიტომ რომ ეს ძნელია მასალები კიდე რამდენი სჭირდებათ ხო? კაი მასალებით ხო ხატავენ და მოკლედ ხო პროსტა ის არის ცუდი რომ აი გვიახლოვდება და მხატვრებს უფრო ნაკლები ფული ისედაც არ აქვთ და იგი უფრო ნაკლები ფული იმას შეებათ. That's sad. Starbucks-დან მიყვარს კიდე. ხო, აი ეს მოვიყიდოთ. ახლა bonjour. ხალხო, აი ეს ვიყიდეთ, კიდე 2 და 50-ად ისე ძვირი ღირს, ისე ხალხო მაგ ყველაფერი.
მოვინახულეთ უკვე რეები. ვარდისფერ სახლთან ვიყავით. ბაზილიკა საკრებს ბაზილიკაში. ხო და კიდევ ვიყავით მხატვრების ქუჩაზე. ახლა მივდივართ სიყვარულის კედელთან. ძალიან ბევრ კომპლიმენტებს ვიღებ და ძალიან მომწონს ეს მით უმეტეს ის რომ მხატვრები რო გიყურებენ მაინც სხვანაირი კომპლიმენტია. მხატვრებს ხო სხვანაირი ხედვა აქვს. ეხა მივდივართ სიყვარულის კედელთან და ფოტობუდკა უნდა იყოს მან და თვითონ შესვლა ხო. ეხა ვდგავართ ამ პოპულარული ფოტობუდკის რიგში. ბევრი ხალხია. ნუ ძალიან ბევრი არა. და ველოდებით მოკლედ. ჩემზე ხო ისედაც სპექტაკლი რო იყო ლიბოდოში პირველად გაჭერა და აგი მეორეჯერ ამან გაჭერა, მაგრამ ამან ცოტათი და დაგვიბრუნეს ფული და ეხლა 3 გვექნება ორის მაგივრად და კიდევ ეს და პირველზე უბრალოდ ვერ გავიგეთ რო იღებდნენ და ესეთი ფოტოებია. ალო კიდევ ვერ გაჭერა. ჯერ ხო ერთი ჩამოგვიგდო და მეორე აღარ ჩამოაგდო ვაფშე. კიდევ დაგვიბრუნეს ფული მესამე მივდივართ და გვეკნება 4 ფოტო. ეს 2 ფოტო უფასოდ. მოხდა ხარ როგორ? ასე. დამბული და ნაპარო. ზესტემ. დიდის დაგხვდა ჩაკეტილი, მაგრამ იცოდეთ რომ მიყვარხართ. აი ეს. ეხლა შევდივართ მაღაზიაში დავათვალიეროთ. აგე ის არის და ხო ასე ვატარებთ დღეს. ეხლა კიდე ერთი რაღაცა დაქვს, ხო სანახავი რა დაგჭა? მოლენ ბუიში. აკლეთ აი ეს. ეხლა ცეკვავენ ასეთ კაბებში და რაღაცები. მაგრამ ადრე იყო ეს ადრე იყო სხვანაირი ქალები მოცეკვავეების ისა რა მოკლედ მიხვდით ხო რა ზეთობო ხო ამოლში ამოვედით აი ჩვენი ეიპელის კოშკუკა ეხლა 3 წუთში განათლება უნდა გადავიღოთ ტიკტოკი და ხო მოკლედას და მე მივდივართ უკვე ტაქსით სახლში არა კაფეში და მე უკვე სახლი დებედნიერი ხო ნეც. არ მინდა აქედან წამოსვლა. მოკლედ ხო რაღაცა ძალიან მაგარ ტაქსში ვზიმაც. ძალიან აი სუნია. და ეხლა ვიყავით სეფორაში და რამ თავისთვის დუხი იყიდა და ძალიან საყვარელი კონსულტანტი იყო და ძალიან ვინანე რომ არ გადავუღერა. მაგრამ ხო საჩუქრებით მოგცა 3 ცალი დიორის რაღაცები და ესენი და მოკლედ ხო. ჩვენ შენ დუხი აჩვენე და გამარია ჯაიკრე გადამიღება და ეხლა მივდივართ კაფე დე ლა ხო კაფე დე ფლორში და განახეთ რა იყიდა და როგორ მოხდა ყველაფერი მოკლედ ხო სუნები ძალიან კაია ტაქსში მოკლედ ძალიან მაგარი იმაში ვართ რა სასტავში და კაფე დე ფლორში განახებთ რა ვიყიდეთ სეფორაში
ძალიან მეწყინა რომ კონსულტაციას არ გავუკეთეთ, მაგრამ ეგენი რომ გავუკეთეთ და საჩუქრები რო გაჩუქა, შეგიძლიათ თუ დამიტოვოთ ესაკულებიო ეტყობა. დროებით ზეა და რაც უფრო მეტი ადამიანი დაუტოვებს, მით უფრო ისახო და მოკლედ ასე. ყველაფერს ვცდილობდა უფრო იაფიანი თუ გინდათ ონლაინ შეგიძლიათ გამოიწეროთო 6 ევროს და ზოგვითო და ხო მოკლედ რა. ყველაფერი ცადა ძალიან საყვარელი და ტკბილი გოგო იყო და ეგ დავწერო she's so sweet and kind მეთქი და ხო ამწოს ინგლისურად ადამიანებთან ლაპარაკი და თბილისში არ მინდა ქართულად ლაპარაკო. ძალიან ბედნიერია და თან მკითხა იმ კასინმა, კასინმა მეთქი კონსულტანტმა she's happy და მეთქი yes მეთქი. არ ეტყობოდა სახე უწყინაო და ჯერ საჩუქრები გაჩუქა, მგონი მაგდენი არ დაიჩუქნა, მაგრამ მაგასაც მომეწონეს. არ ვიცი, იმიტომ რომ ვიცი ხა ერთი საჩუქარი 3 კი არა. წინა იმან არაფერი არ გვაჩუქა წინაზე რომ ვიყავით პირველად სეფორაში. კაფე არის, კაფეში არის კორპორატიული, არავის არ უშვებენ, შემოღობილია და მარტო სმოკინგებში არიან ხალხი. მენა დღეს ჩვენო მოვედით. კიდე კაი შორს მაინც არა ჩვენ სასტუმროსგან და მაგისტრის დღე არ გამოვყედა აგერ კორპორატიული. მეთქი კი გავიხსოსად არის? კი. მეთქი კი გავირკვირვე რომ მეთქი რატომღაც ჩაკეტილი არის სმოკინგებში ხალხი დგას წითელი ისა თურმე დაუჯავს ხოსები არეთ კიდე და ისა საჩუქრე რაღაცეები და ესენი ვიყიდეთ რა ახლა ვიყიდეთ უკვე მოკლედ ხალხნომ ეხლა გაჩვენებ ფრები ვიყიდეთ მოკლედ აი ეს რაღაცეები გავხსნა ხო? პირველ მოდით ნახოთ ეს როგორია ვერ ვაყურებ ამასფერი ვაფშე არ აქვს. აბა. აი ეს მეორე. ეს კაია. ესეთია. და მე რომელიც მომწონს ყველაზე მეტად ეს არის ჭყიალა. ძალიან ლამაზად. აი ეს გამოიყურება. ეს. მოკლედ ხო. და ეხლა მოდით გავხსნათ დიორ. ეს რაღაცა იყიდა დიორ. მოკლედ ეს დიორ იყიდა. ძალიან მიხდება ხო და? და მოდით საჩუქრები ნახოთ რები. გვაჩუქა სამი რაღაცა. გვაჩუქა ჰაუსლაბის რაღაცა. დიორის რაღაცა. და თვითონ სეფორას ერთი რაღაც მოდით გავხსნათ. ემებს ყველაფერს ჩემთვის ვიტან. მოკლედ აი ეს პატარა ვაიმე მინიატურული და საყვარელია ეგრე არის სეფორა ის არის წითელი პომადა ხო არ გამოვიყენებ აი ეს ნუ შეჭამი გოგო თუ ჩემბეი კაია ნახე კი ძალიან მაგრამ მე მგონი მე მაჩუქეს მე რო არა ჩემი ინგლისური რო არა და ბზინავს კორერალამაზია ძალიან მომეწონა საჩუქრები რო გვაჩუქეს კიდე დიორის ესეთი რაღაც ეს SPF-ი აქ ჩუქნი ყლე დიორის ყოფილა ტონალური და ეს არის მასკარა ანუ ტუში ძალიან მომწონს პომადა ბარემ ბიუტს გადავისმევ ზედაპირნესი მივდივართ კაფეში დავჯექით კაფე რა ქვია დავჯექით კაფე მაბილიონში მე შევკვეთა ცხელი შოკოლადი მარშმელოუთი დედამ შევკვეთა მარშმელოუს გარეშე ამბობს რომ ძალიან გემრიელიაო და ჩემი აზრით ჩემი ეს მოგვიტანს ეს აგვინთეს ძალიან რომანტიკულად შაქარები მოგვიტანს წყალი და ჭიქა წყალისთვის და ძალიან კაი ვაიბებია და მე ბოლოს გადამიღებ ფოტოს კაფედან ეხა კაფეში რომ ვაიბი და რაღაც ძალიან გამფუჭებოდა არ გადამიღედი და არაფერი ძალიან იაფი და 2.15 евро და რაღაცა რა ამ ძალიან იაფი არა მაგრამ ხო იაფი შედარებით მოკლედ დღეს ფოტოები მინდა ეგრე არის კიდე ეს წამოვიღე ბაბი
მოკლედ ეს იყო პირველი. ჯერ აქ სერიოზული ბარბარე და ცისია. ყველაზე მეტად მაგარი ბოლო გამოგვივიდა. მე კოცნა, მე ღული, მე ეს. მე ეს დედაჩემ ვერ გაირკვია. მე გული, მე ეს და ყველაზე ლამაზი. აი ეს და ეს. აი ეს ვიყიდეთ კიდე იქ ხატრობის ქუჩაზე და ეს პლაკატი ვიყიდეთ. ეს რა ვიდეოებსაც ვიღებ, ეგ შეგიძლიათ ჩემ TikTok-ში ნახოთ და ასევე ფოტოები თუ გინდათ ჩემ Instagram-ს. ეს ლამაზი ის ვიყიდე პლაკატი, რომელსაც გავაკრავ ჩემ ოთახში. ეხლა მოდი გავიზმინოთ ჯელიბონი. აქაური. ეს ჯელიბონი ვიყიდეთ. მოდი ნახოთ ფანგები როგორ ჯელიბონებს ჭამენ. Ame amžovia. Temlenia. Merci. Pardon. Აი თოლით. ლუბრის კამერების პაროლი იყო ლუბრი. ნახამდე ხვალ შეხვდებით ხოლმე ბოლო დღე და ზეკუკვენობ. ესეთი ბედნიერი ხომეტი. ამაჯერელა. გამარჯობა ბოლო დღიდან პარიზში. მოკლედ რაღაც ავიღეთ. აი ეს არის რუკა ხალხო პარიზის. მოკლედ ახლა მივდივართ პირველზე გვაქვს მუზეუმი. პარიზის მუზეუმი. უკვე ვიზივართ ტაქსში. აქ ძალიან აუცილებელია რომ ესენი გაიგეთოთ სადაც არ უნდა იჯდეთ. ლამაზები სეფორა მიშვია ტუთებია. ძალიან შეეჭი ძალიან უწოს აკაული ცხოვრება იმენა ცხოვრებით ვტკბებია აქ და არ ვიცებს არსებობა ან მართლა ვცხოვრობ. არ ვარსებობ ცხოვრობ. ეს სეფორას ტუში მიშვია ასევე. აქ ძალიან მომწონს იმიტომ მართლა ანუ მე ყველაფერს რომანტიზაცია აი რაც შეიძლება რაც არ შეიძლება მე ყველაფერს აბსოლუტურად და ძალიან მომწონს აი მართლა არ ვიცი როგორ უნდა დავბრუნდე თბილისში აი მართლა არ ვიცი ამათი მეშინია ერხანი რომ დააკვირდე გონია რომ ეხა ამ ხელს აიღებენ და მოგახჩობენ და სულში გიყურებენ შავი თვალებით ეს არის ადამის და ევას შვილი, რა ქვია? აბელი. ვიღაცა კაცმა ფოტოები გადამიღო. ძალიან ლამაზი. ან დედა მიღებდა და იქიდან მიღებდა. ძალიან მომწონს ამ ლუქში. ძალიან ბევრი ეგეთი კომპლიმენტი მივიღე ადამიანებისგან და ძალიან მომწონს. Что хочешь просто? Ну, наверное, нужно сначала дать контекст. Русула ты инглисурат? Отлично. Ну, в общем, короче, да, нас 5 миллионов по всему миру, но совершенно случайно самая красивая, самая сияющая и самая сильная девушка на весь музей Орфе в центре Парижа оказалась грузинкой. Совершенно случайно поймал ее в кадр, разговорились. И в результате выясняется, что у нас у обоих бордовый паспорт с красивыми храмами на разворотах. В общем, такие дела. Грузины везде найдет, советские фильмы не врали. Да. Ხალხო ქართველი აღმოჩნდა, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობს და გაიზარდა იქ. და მოსკოვის მუზეუმში მუშაობს კოსმოსის და ესეთი პინი მაჩუკა. და მოკლედ კიდე რაღაცებს ვიყავარაკეთ ასე შემდეგ ფოტოებსაც ჩავსვამე ხარაც მაგის ტელეფონით გადავიღეთ და ხო მოკლედ ძალიან მაგარია რა. საქართველოში არავინ მაფასებთ და არის საფრანგეთში მაინც ხო და მაფასეს.
აი რას კარგავთ მატილდას დარწმუნებული ვარ ეგრე იყო და რო ჩამოვიდა ყველამ დააფასა და ირო წავალ საქართველოდან მე კარით კაკალი მოვედით კაფე დე ფლოსი მოგიტანეს ესეთი ესთეტიკური მენიუ და ვძივართ ესთეტიკურ ადგილას შევუყვეთეთ ერთი კლუბური სენდვიჩი ორი შოკოლადი ერთი კრემით ერთი კრემის გარეშე და ერთი ცეზარი ხალხმა მოდით გავსინჯოთ პოპულარული შოკოლადი ცხელი შოკოლადი კაფე დე ფლორის გემრიელია ხალხო. ამაჯობა ვსინჯავთ კლასიკ იმას ხო? კლუბი სანდვიჩი თუ რა? სანდიდი არა? ო, მამაზე. ყველაფერი ერთმანეთში არის, არ დონჯობები. გამოაცალე თუ მინდა კვერცხი და დაგება მარტო ისინი. კაფე დე ფლორიდან გამოვედით, ეს ორი ცალი წამოვიღე. მითხარი ხავთ იმ მაღაზიაში კურსისთან პომადები ვიყიდეთ და ანუ ეს ყველაფერი არის ხალხა სტიკერი და ანუ ძალიან ბევრი რაღაც აქვს და ძალიან მომწონს აგე კიდე შესაფუთები. ანუ უყურეთ როგორ გათვლილია ბანტები, პლედები. რა ვიცი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა იყიდება. ანუ უყურეთ სტიკერები საახალწლო. და ანუ ფასებს შეხედეთ მე და ჩვენ სტიკერებითან შედარებით 3 евро. ამათვის ხო ეს 3 ლარია პროსტა. ანუ არ ვიცი მართლა ძალიან იაფია საკვალაფერი. თანა ყველაფერი ძალიან საყვარელი და ლამაზია. გასაფერადებლე ვაიმე. და ნახოს ამისი რაღის ან ამისი ახაც ვიღის. ძალიან მაგარი. აბა ნახოთ და ეს საყვარელი ისინი კიდე მისალოცები ძალიან მომეწონა. არ მინდა. წაშინა არ მინდა ისე დაგრუნება. ლუქსემბურგის პარკი დახურული და შემოვედით ინფორმაციებში და ის კრემი რო ავიღე, მაგის დუხი ავიღე ეხა. ვირს 16 евро. მოვედით, მოიხსნას ყველაფერი უკვე ძალიან დავიღალე. მე როგორი აჯხაბაჯხა ვარ ნამტირალი. და ჩვენ დრები ვიყიდით. ეს აი ამ კომპანიის მაგ ზუსტად ვარდის სუნელის კრემი და ეხლა ვიყიდე დუხი. კიდე ვიყიდეთ ეს შოკოლადები. ესეც მე ავირჩიე, ესეც ვარდის ფერი. ეს იმის საჩუქარი. და ეს დეზოდორანტი. შინით ვარდის ფერია. თუთი დედა. უი. უცნაურში. ვარდის სუნელი აქ ძალიან კაი. აი, ძალიან კაი. ოხია. ძალიან მომეწონა მე ეს კომპანია. ძვირიც არ ღირს, ხელის კრემი ღირს 4 евро. City Pharmacy. მაგრამ ეს სხვა რამეა. მანდ ვიყიდეთ და ეს ღირს 17 евро. ანუ არაფერი არ არის მართლა. ეხლა სხვა დუხებთან შედარებით, აბა მოდი ერთ გავსინჯოთ. ნაერია? ერთეულები ჩათაწყვეტენ კამფეტი რა. ხალხო მოკლედ მოვიშალეთ ყველაფერი. გავემზადეთ. ფოტოებს გადავხედეთ, ძალიან ლამაზი ფოტოებია და გახსენეთ რომ ნახოთ ჩემი ინსტა და ტიკტოკი და ეხლა ყველაფერი ჩავაგეთ უკვე ანუ მზადავ. ახლა დღეს მივფრინავთ. ახლა გამოვედით ლუქსემბურგის ბაღისკენ. მე ძალიან მომწონს როგორც ამაკ. ანუ კაი, ძალიან არ მომწონს, მაგრამ რაც არის. აი სტამბოლთან ერთად და გავისეინოთ. მოვისიყვარულოთ პარიზი ბოლო ჯერ
ავიდეთ ნომერში, ჩავალაგოთ ბოლომდე ყველაფერი. და წავედით. ამჯერ ახლა მართლა ყველა მითხრა. პარიზისთვის ვარ დაავადებული. ძალიან მიხდება ეს ქალაქი და არის იმენა ჩემთვის. და იმაგის მე როგორ მეუბნებით რომ მე აქედან უნდა წავიდე. მივდივართ. Всё, აღარიტიო. აღარიტიო დაბრუნდებით ოდესმე. თუ დოს ვიმუშავებ უფრო მალე. ამ ხუჭუჭებით იცი მის მაგონებ თავს. დამგონია თავი. მე ვისის და იმის შვილი რო არის. просто უყურეთ ეს ადამიანი ახლა მე ვგავარ რომ 40 კილო, არა 40 კილო არა, 39 კილო ვარ. არ გავარ ვიცი 300 რაღაცა მაქვს ახლა. შეგინით მაქვს ეს ფერადი სვიტრი. ეს კურტკა და ზემოდან ეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ვიყიდეთ. შეიძლება კილოები გადავიდეს, ამიტომ ხო. და ამბობ მიზის როგორც ყოველთვის. დავედით. ვიდით. არა პაპა. აი თქვენ. აღარ გვინდა. Გარჩით მე. არა პაპა. მოვედით აეროპორტში. შეამინა კაფენაი. თან ცოტა ცუდად ვარ. იმის გამო რომ გრძელ გზებს და მე გულისრევ შეგრძნება მესწრებ და ეხლა სანამ მიბობრალ და ჩეკინს გავაკეთებ, გავასამოსელ ცუდად ვარ მაციებს. ჩართვა როგორც კი ავფრინით გავიციშე დაგვირიგეს საჭმელი თვალი რანაირად მაქვს ურებტიკივა საშილა და კუბებს ერთი თვალი პატარა რატომაც და მეორე დიდი რატომელია ქათმები Odauri ხედავთ ვიცი არა შუქები ჩააქრეს ყველგან და დაიძინონ ახლა მაგისთვის მომზადეს ადამიანები და Aš obopro xoram osachi mifrindebit და ჩაგვაბნელეს ვაფშე ყველა. და ვეშვი პურა არა. გამარჯობა. მინდა ცოტა კომენტარები მოგცეთ. თუ რა მომეწონა პარიზში რა ვნახე და რა მომეწონა საერთოდ პირველ რიგში ძალიან მომეწონა ხალხოს დილობა. Ai მართლა ყველა მაღაზიაში როგორც კი შეხვიდოდი არა მარტო სალაროსთან გამარჯობა და მადლობა ჩაულებრივად და მე ძალიან ბევრჯერ მომხდარა ეგეთი რაღაცა რომ მე გამარჯობას და მადლობას ვამბობ და სალაროსთან არავინ გამარჯობას და მადლობას არ მეუბნება ასევე ძალიან მომეწონა იქ ეკლესიები არის ძალიან ახთოვანებული ვარ ეკლესიებით მართლა ყოველივე რაღაცა არატურისტული ადგილი და ეგეთი რაღაცები ანუ ყველა ლამაზი ეკლესია იყო არ იყო გამონაკლისი იყო რაც იყო ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენთან ახლოს ორი ეკლესია იყო ერთში შევედით რომელიც ძალიან ლამაზი იყო პირველ დღეს რო შევედით თუ გახსოვთ და მეორეში მე არ შევსვარ მარტო დედა შევიდა ძალიან მომწონს ასევე ის მოფიქრება სანთლებით რომ ჩვენაირად ქვიშასში არ არის ასალაგებელი არ არის და ასევე მრავალჯერადია იმიტომ რომ ეს ჭიქებში ხო იყო სანთლები იმას აანთებდი დადნებოდა და ადნებდნენ რაც ქონდა და მანუ მრავალჯერადად გამოიყენებდნენ მაგ სანთლებს ასევე მომეწონა რომ ბევრი ადამიანი დარბის და ველოსიპედით დადის რაც აი ჩვენთან ვაფშე არ დაგვენახა ჩვენთან არის მარტო სკროლერები ხო ეგრე ქვია გამხადა ხო ეგრე ქვია რა ჩვენთან ძალიან იშვიათად დადიან მაგრამ იქ აი ყოველი მეორე დარბოდა და ველოსიპედით დადიოდა. Ყველაზე დიდი შოკი მგონი რაც ანუ არ მეგონა რომ ეგ მართლა პარიზში იქნებოდა, წითელ და ჩაოლებრად გადადიან ხალხო. ანუ ვაფშე კიდიათ.
კიდე ასევე მომეწონა, რომ რატომღაც ამბობენ, რომ აი ძალიან აგრესიულები არიან ფრანგები, ინგლისურად რო ელაპარაკები და მაგითი ენა არიცი, ვისაც კი ვკითხეთ, ფრანგსაც აი მართლა ვისაც კი ვკითხეთ, ფრანგი იყო, როგორი იყო, ანუ ინგლისურად რო ელაპარაკებოდით, თქმა უნდა ჯერ hello-თი არ უნდა მიადგე, ხა საფრანგეთში და სპორტ ქვეყანაში რო ხარ, მადლობა, ნახვამდის და გამარჯვებაც უნდა იცოდე იმენაზე. ზუსტად მაგას ვაკეთებდით, ანუ ვიტყვიდი ჯერ bonjour, მერე უკვე კითხავდით იცოდა თუ არა ინგლისურად და თუ იცოდა ვაგრძელებდით საუბარს. არც ერთი აგრესიული რაღაც არ ქონია. ერთხელ იყო შემთხვევა რომ არ იცოდა ინგლისური ერთ მაღაზიაში ქალმა, ვინც გვიტარებდა და პრობლემა არ იყო, არც რაღაცნაირი ესეთ სახით არ შემოვხედე, პროსტა გვიღიმოდა, გეფიცებით გვიღიმოდა. ძალიან ჭოჭყიანი ქალაქიაო. დაინახეთ ჩუჭყიანი ქალაქი, გეხვეწებით მიდღარით. აი, მართლა ვერ ხვდები, სად შეიძლება დაამჩნია ჭუჭყიანი ქალაქი პარიზში, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჯერ მარტო რომ რა ქვია, იმ ადამიანს რომელიც ალაგებს, ანუ ესეთი რაღაც სპეციალური იღებს ჭიქებს და ასე შემდეგ. თან ჩვენ მით უმეტეს ქონდა ისეთი ქუჩა, სადაც ბევრი კაფეები და ბარები იყვნენ, სადაც ბევრი ახალგაზრდები დადიოდნენ და დღის ბოლოს ძალიან არეული იყო, ძალიან არეული არ იყო ისე ჩვენთან შედარებით, ახლა რასაც ეგეთ ქუჩაზე ნახავ, მართლა არ იყო ეგეთი არეული, რომ იყო ყოველდღიურად მოდიოდნენ, ალაგებდნენ, ჯერ ეგ გადიოდა, ეგ კაცი იღებდა ყველაფერს. მერე მოდიოდა ფოთლების გამწმენდი მანქანა და მერე მოდიოდა გასაწმენდი. ხოზე ხარზე. ძალიან მომეწონა ასევე ხალხი. აი, ყველა რაღაცნაირი უფრო ბედნიერია, გეუბნებით, ანუ ჩაოლებრივად სულ სიმღერა, სულ ხალისი, აი რაღაცნაირად ვერ შევამჩნიე ზიზღიან რამე, ანუ ვაფშე, არა, ანუ მართლა საქართველოში რომ დადიხარ, ჩაოლებრივ ქართველსაც როგორ უყურებენ და როგორ შვებიან და ერთხელ მქონია ეგეთი სიტუაცია, რომ ავტობუსში ვიყავი, ტურისტები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მაგათ ენაზე და იმ ქართველმა კაცმა ვიღაცამ დაიწყო რომ აიყო საქართველოში აღარა ვართო თუ რა არისო ქართული ისწავლეო და რაღაცაო და ერთმა გოგომ უთხრა მერე რომ ანუ თავისთვის ლაპარაკობენ შენ ხო არ გეკითხებიან მაგათ ენაზე არაფერსო და რაღაცაო ხო და ის კაცი მაინც ეჩხუბებოდა იმან და მოკლედ ხო მე ეგეთი რამე რომ მართოდა როგორც ტურისტს საფრანგეთში ვაფშე აღარ ჩავიდოდი იმ ქვეყანაში ამიტომ ხო კიდევ ვთქვა რომ მართლა იციან რას ნიშნავს დასვენება ხალხო და გასვლა სადღაც ყველა კუნჭულ კუთხეში იყო კაფე ანუ ძალიან ბევრი კაფეები არის ყველასთან რაღაცნაირად ერთ სტილში ეცვა აი არ ვიცი მაგრამ ფრანგები კონექტდებიან და აი მართლა აი რო შეხედავდი ანუ რაღაცა ერთნაირად კი ეცვა ყველას მაგრამ ყველას ისე განსხვავებულად და ლამაზად აი არ ვიცი ძალიან ის იყო კიდე ერთი ის მომეწონა რომ ქუჩებს ძალიან უვლიან ძალიან ლამაზია ანუ რო იყო ქუჩა სადაც სუძველებურად აშენებული ისინი იყო ბინები ვიღაც არ ჩადგამდა ახალ ჩაოლებრივ ბინას როგორც ახლა ჩაოლებრივს აშენებენ ხოლმე თბილისში და რაღაცა სულ რო სილამაზე ყოფილიყო და ერთმანეთში ჯდებოდეს ეს ყველაფერი აი სულ ეგრე იყო აი ძალიან ლამაზი იყო მით უმეტეს ქუჩები აი ძალიან სიამოვნებდა პირველ დღეს ფეხით რო წავედით ეიფელამდე და წამოვედით ეიფელიდან ისე სიამოვნება პროსტა სიარული და რომ ხედავდი რომ ეს ხალხი ველოსიპედით დადიოდა ველოსიპედებით ბაღში დაყავდათ ბავშვებით სკოლაში უკან ესეთ ველოსიპედების ქიაობა შეგეძლო სადაც ბავშვის დასაჯდომი იყო ანუ why they live my dream ერთი დიდი მინუსი რაც არის საფრანგეთში რაც არ შეგიძლია გემრიელა ჭამა აი ქართველები მივეჩვეთ ძალიან გემრიელად ჭამას კარტოფილი კაი ბევრი კარგად შემწვარი ხინკალი ხაჭაპური ლობიანი იქ რადგან ყველა ცხოვრობს კაფეში და დღე და ღამე არიან კაფეში თუ იკვებები აი რასაც ქვია არ იკვებებიან კრუასანი ბაგეტი და ცხელი შოკოლადი ან ყავა არ გეყოფა არ ვიცი როგორ ცხოვრობენ ხალხო მაგაზე თან თვითონაც ხო ქონდათ ახლა სასტუმროში საუზმე და საუზმეც ხო ეგეთი ქონდათ და ვერ ხვდებოდი მეთქი როგორ ნაყდები ხა ფასტ ფუდიც არისო ხალხო თითქმის მაკდონალდსი ვნახეთ ერთი ცალი 5 დღე ვიყავით იქ და მოვიარეთ რამდენი ადგილი მაგრამ ერთი ცალი მაკდონალდსი ვნახეთ
fast food-ის საჭმელის პოვნაც აი უნდა იპოვო. აი საძებნელია fast food-ი რო იპოვო. არის, მაგრამ საძებნელი. აზე არ ხართ რემტა მოგეთ მოვიტან 2 წამი. ნუ დავიწყოთ ჩილით. გეფისებით ნაგავი არ არის. ანუ არის, მაგრამ ჩემთვის არ არის. კი, ნაჭამი რაღაცების ისინი მაქვს წამოღებული. და ჩაის პარკები. და დისნეის პოპკორნისისა და დისნეის პანკეიკის ისა რა ქვია პარკი. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, იმედია მოგეწონათ ჩემი მოგი და იმედია არ მოგაბეზრეთ თავი ამ ბოლოს ლაპარაკით. მომავალ შეხვედრამდე იმედია კიდევ ბერს ვიმოგზაურებ თქვენთან ერთად. მიყვარხართ ყველა. ნახვამდის.